პროფილაქტიკის საშუალებები, სპეციფიკური პროფილაქტიკის მაღალეფექტური საშუალებები. და ჩვენ ამასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი დაკვეთიდან გათვალისწინებით მოვამზადეთ პროექტი, რომელიც წარადგინა საქართველოს პრემიერ-მინისტრის კანცელარიის მიერ. ეს გადაგზავნილი იქნა ჯანდაცვის სამინისტროში, შესაბამისი ორგანო არის და ჯანდაცვის სამინისტრო მას გაჭიანურებულად იხილავს. ჩვენ შეგვიძლია ეს დავადასტუროთ დღის მდგომარეობით. პროექტი ითვალისწინებს 4 ეტაპს და ის მიმართული არის მაღალეფექტური სპეციფიკური პროფილაქტიკით მოსახლეობის სასარგებლოდ ავტოპოლიფაგური პრეპარატების დანერგვისკენ. რაიმე გაიგეთ ჩემი ნათქვამიდან? დიახ. ჯანდაცვის სამინისტრო აღიარებს პროექტის უნიკალურობას და აქტუალურობას, მაგრამ პროექტი უკვე მესამე თვეა განხილვაშია და ის არსებითად ვერ იქნა გადაწყვეტილი. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ აგრეთვე მივმართლეთ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს, რომელმაც პროექტის რეალიზებას მხარი დაუჭირა. პროექტი გადაგზავნილი იქნა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში. აგრეთვე დადებითი პასუხი აქვთ მიღებული, მაგრამ პროექტის საერთოდ ვინ არის შემსრულებელი ვერ ვგებულობ და სამინისტროში ცხელი ხაზით წესრიგდება ეს შემსრულებელს არ გვაცნობებენ ვინ არის და ამის იქეთ ვერ მივდივართ. პროექტი ეხება ალტერნატიულ ფაგურ მკურნალობის დანერგვას, რომელსაც ანალოგი არ აქვს მსოფლიოში. ეს არის ინოვაციური პროექტი და ნანოტექნოლოგიის საგანს წარმოადგენს. დიახ. ეს ითვალისწინებს კონსტრუირებული ავტოპოლიფაგის დამზადებას, ჯერ რეციდივის იდენტიფიცირებას, შემდეგ ავტოპოლიფაგის დამზადებას და რაც მთავარია სამართლებრივი სისტემის მოწესრიგებას, გაიდლაინების გამოცემას და საქართველოში საერთაშორისო კონფერენციის მოწვევას. ვიმეორებ, მსოფლიოში ანალოგი არ არის და ნანოტექნოლოგიის საგანს წარმოადგენს. საერთოდ ყველა მონაწილე მხარე, ვინაც არ უნდა საზოგადოების გაზრდილი მოთხოვნა, რათა ეს გადაწყდეს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დონეზე და ჯანდაცვის დონეზე. დიახ, ჩვენ მიმართეთ წერილით და წერილი არის განხილვის უკვე 29 აპრილიდან 13 მაისიდან შევიდა პროექტი, ჩვენ ამას პრეს რელიზში ვწერთ კიდეც და ეს არის ზოგად ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესის უხეში დარღვევა. ეს არ ჯდება არანაირ დემოკრატიის ფარგლებში. წერილის გადაწყვეტას ითვალისწინებს მაქსიმუმ 1 თვეს და აუცილებლად მე როგორც გამცხადებელი უნდა ხვდებოდე კანონის დადგენილ ფარგლებში შემსრულებელს. დიახ. ჩვენ გვაქვს მათ მიერ პასუხი მიღებული, სადაც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ქალბატონი ჯაში ადასტურებს, რომ პროექტი არის დიდი მნიშვნელობის და მეთოდი არის უნიკალური. ოფიციალური პასუხი გვაქვს. აგრეთვე ოფიციალური პასუხი გვაქვს ბატონი გამყრელიძიდან, ამირან გამყრელიძიდან, რომელიც მიესალმება ამ პროექტის რეალიზებას. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ
ეს პროექტი 2009 წლიდან არის წარდგენილი ჯანდაცვის სამინისტროში და უბრალოდ პროექტი იმიტომ კი არა რომ ადრე ხელისუფლების მიერ ის არ იყო რეალიზებული, უბრალოდ ჩვენ შევაჩერეთ პროექტის მსვლელობა, ვინაიდან დაემატა ერთი კიდე კულტურა, ჰელიკობაქტერი პილარი, რომელიც ნამდვილად რომ ონკოლოგიური დაავადებების გამომწვევია და ჩვენ შევაჩერეთ პროექტი, ვინაიდან იდენტიფიცირების საკითხი საქართველოში არ იყო მოწესრიგებული. ეხლა ამ საკითხს გაართვა თავი დაავადებათა კონტროლმა, ოფიციალური პასუხი გვაქვს ბატონი ამირან გამყრელიძიდან და ამიტომ ჩვენ პროექტის მინიმუმ ჯანდაცვის სამინისტრომ პროექტი უნდა დაამტკიცოს. და ის შემდეგ მხარდაჭერა, სახსრების მოზიდვა თუ რა, ეს უკვე სხვა საკითხია, მაგრამ ჩვენთან ერთად, ჩვენთან ურთიერთობით პროექტი უნდა დაამტკიცოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ. დანარჩენი პრობლემა არ არის ფაქტიურად. მაგრამ ეს არ არის ისეთი ხარისხის პროექტი, რომ ვიღაცამ სადღაც დაწეროს და სადღაც მოედანზე გავიდეს და ამით ეს რა თქმა უნდა პროექტი გაწერილია და ეს არის 50,000 ლარიდან 150,000 თუ კი პროექტი დასრულდა, გაიდლაინი დაიწერა, შეიძლება პროექტი შესრულებულად ითვლებოდეს. თუ კი ჩვენ ამას მსოფლიოს არ გავაცნობთ, რომ ჩვენ უკვე ეს ექსპერიმენტული ნაწილი განვახორციელეთ, დავნერგეთ და თქვენ ეს უნდა იცოდეთ. პროექტში მონაწილეობს ჩვენ ტელემედიცინის საშუალებით უკავშირდებოდით ამერიკელ მეცნიერს ელიზაბეთ კუტერს, ევროპის ექსპერტს ηλია ლუცარს და თქვენ მოგეხსენებათ გიორგი ელიავა იყო საკავშირო სამეცნიერო საკვლევი ინსტიტუტის ხელმძღვანელიც და ჩვენ აგრეთვე რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებსაც უკავშირდებით მეცნიერებს, რა თქმა უნდა. მეცნიერები ყავს მფარველობაში.